Დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო და თქვენთან მოვედი ახლა ესეთი თემით. რაც ამოვარდებოდა კარტი, იმის და მიხედვით ვაპირებდი გაშლას და დასასრული. აი რაღაცის დასასრული. საღაციდან წასვლა, რაღაცის დასასრული ჩემო მეგობრებო და მოდით ახლა მე დავიწყებ ამ თემასთან დაკავშირებით. საჯარო გაშლას და რისი დასასრული. აი რა დასრულდა თქვენგან, რისგან გადიხართ, რა არის ის, რასაც ტოვებთ, სამუშაო, სახლი, თანამდებობა. მოკლედ დავიწყოთ, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და დავიწყებ პირდაპირ ჩემო მეგობრებო და პირველივე წინადადებაში მიხვდებით თუ არის ეს თქვენი გაშლა, დასასრული. რა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში? რა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში? დასრულდა ის, რაც უკვე აღარ მუშაობს თქვენთან და აი მეგობრებო, წასვლის კარტიც და დასრულდა და მიდიხართ იმ გაუგებრობიდან, მიდიხართ იმ გულის ტკივილებიდან. იმ ყველაფრიდან მიდიხართ, რაც უკვე თქვენ ცხოვრებაში აღარ მუშაობს და ამაზე სამყარომ იზრუნა, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ხართ ძალიან პრაქტიკული ადამიანები, უკან არაფერზე არ იხევთ, ძალიან ბევრი მოგონებები გაქვთ რაღაც წარსულიდან და აი ამას ტოვებთ. ამას ტოვებთ ჩემო ძვირფასებო და იწყებთ ბრძოლას. ბევრი სახლის შეძენაზე ოცნებობს, მანქანის, ოჯახის გამოცვლაზე, სადღაც წასვლაზე, დასვენებაზე, აი ყველაფერზე ჩემო ძვირფასებო, ვის რა შემთხვევა გაქვთ და ვის რა ოცნებები გაქვთ, ყველამ თქვენსას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ და იმის და მიხედვით, ვისაც რა გაქვთ, არა აქვს მნიშვნელობა, თქვენსას მაინც ღებულობთ, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ყველაფერ გაუგებრობიდან მიდიხართ. მიდიხართ წარმატებისკენ, იმისთვის, რისთვისაც იბრძოლეთ თქვენ თვითონ, აი ამის ბედს ეწევით, დასასრული და დასაწყისი, ახალის და პასუხისმგებლობის აღება. ელოდებით რაღაცას, ელოდებით შეტყობინებას, რომ ვიღაც დაგიძახებთ, ელოდებით სადღაც გამგზავრებას, ელოდებით ყველაფერს სიკეთეს და ეს თქვენ ბალანს მოგიტანთ. კი ბატონო. კიდევ რა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში და რა იწყება? დასრულდა ის დაფარული ყველაფერი, დაფარული ურთიერთობა, გაუგებრობა, აი რო არიცით სად მიდიხართ, რას ელოდოთ ადამიანიდან, ეს ყველაფერი დასრულდა, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში? რა დასრულდა? აი ის დაფარული ყველაფერი დასრულდა და აი უკვე მზე ამოდის, ამოვიდა ან ამოვა უკვე თქვენ ცხოვრებაში, ჰა მეგობრებო. წარმატებისკენ მიდიხართ, სიყვარულისკენ მიდიხართ, ჯერ საკუთარი თავის სიყვარული და შემდეგ ფინანსები, ვისაც ფინანსებზე პრობლემა გქონდათ და უძილობა გქონდათ იმაზე თუ საიდან რა გაგეკეთებინათ. ორი ტუზი მეგობრებო და ამ ყველაფერს ძალიან ნერვიულობდით და ბევრი თანხას ითვლიდით და არტყობნიდათ, ბევრი ურთიერთობაზე ოცნებობდით. მოკლედ ამ ყველაფერ გაუგებრობას ტოვებთ და ფინანსურად ფეხზე დადგებით, მატერიალური და მოკლედ ფსიქოლოგიური პრობლემები მოგიგვარდებათ, კი იხედებით მომავლისკენ მეგობრებო, ასე რომ ტოვებთ, კი ტოვებთ თქვენ წარსულს. და ეს არის უკვე დასასრული წარსულის, ჩემო ძვირფასებო, ეს არის წარსულის დასასრული. ცხრიანების თასებში გადადიხართ, ეს არის მატერიალური წარმატება, აი ორი ცხრიანი და ათიანების მონეტაც, აი ზუსტად ესე დაჯდა მეგობრებო. თქვენ მიდიხართ წარმატებისკენ, ან უკვე ხართ წარმატებისკენ, უკვე ფეხი გადადგმული გაქვთ. ჯანმრთელობა, ფინანსური პრობლემები, სტაბილურობა, ის რაზეც ნერვიულობდით, ეს ყველაფერი თქვენ უკვე გადალახული გაქვთ, აი ამ თქვენი ხმლებით, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ აი სად მიდიხართ. აი სად მიდიხართ? ოჯახისკენ მიდიხართ. ვინ ოცნებობდა, ვის დაბრუნება უნდა და ვის შექმნა უნდა და არ ვიცი მეგობრებო, თქვენსას მოერგეთ თქვენს პოზიციას. კიდევ, აი ის რაზეც იმუშავეთ, ეხლა დაისვენებთ. აი აქამდე რისთვისაც იბრძოლეთ, აქამდე რაც გადაიტანეთ, რა ჯოჯოხეთიც გადაიტანეთ, აქამდე რაზეც ნერვიულობდით და ღამე უძილობა გქონდათ, აი თქვენი შრომის შედეგი, ჩემო მეგობრებო, ასე რომ
ის რაშიც დახარჯეთ ამდენი ძალა და შრომა ჩადეთ საკუთარ თავში და საკუთარ წარმატებისთვის აი ეხლა დაისვენებთ. აი უძილობის კარტი. ეხლა ამოისუნთქებთ. ეხლა ამოისუნთქებთ. რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში ეხლა კიდევ? რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? გარდასახვა. თუ კი ქონდათ დაპაუზებული ურთიერთობა სასიყვარულო ან სამეგობრო არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბრუნდება. ან გაუმჯობესებით, ან სიახლებით მეგობრებო. რაღაც სასიხარულო ამბავს გაიგებთ. ორ ვადაში რაღაც სასიხარულო ამბავს გაიგებთ მეგობრებო. და დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. ეს თქვენთვის ჯერ გაუგებარია ეხლა მე რასაც საუბრობ. აბატონო, რასაც საუბრობ ეს თქვენთვის გაუგებარია. ეხლა აქ არის ესეთი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, ნახეთ. აქ შეიძლება იყოს ორი ადამიანი და ორი ადამიანის წინაშე გადაწყვეტილების წინ დადგებით, ჩემო მეგობრებო. ერთი არის გაუგებარი თქვენთვის და მეორე არის კიდევ ადამიანი ახალი, რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში. კი ბატონო, ძველიც დაიწყებს ახლა მოქმედებას და ახალიც და თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე თუ რომელი აირჩიოთ და იცოდეთ რომ ყოველთვის ახალი ჯობია. ახალი ჯობია მეგობრებო. ადამიანი, რომელიც მოგიგვარებთ პრობლემებს, ადამიანი, რომელიც დამაკმაყოფილებელი შედეგებით შემოიფარგლება და თქვენთანაც ასეთივე იქნება. ადამიანი, რომელიც აგისრულებთ ძალიან ბევრ ოცნებას და ადამიანი, რომლისთვისაც თქვენ იქნებით საოცნებო. ჩემო ძვირფასებო. ალბათ მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. ცოტა манипуляტორიც იქნება ეს ადამიანი, მაგრამ კარგი გაგებით, იმიტომ რომ მან იცის მისი საქმე, თვითონ არის თავისი საქმის სპეციალისტი რო იტყვიან და ეს ადამიანი იქნება ნასწავლი. შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანი და ადამიანი შეიძლება იყოს ადვოკატი, ბარმენი, მეცნიერი, ბიზნესმენი და ადამიანი, რომელიც ხშირად გადაადგილდება, ჩემო ძვირფასებო. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იყოს ასაკში სხვაობაც და ეს ადამიანი შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში ტრანსფორმაციას, თქვენს ტრანსფორმაციას, თქვენს ჩემო ძვირფასებო და აი თქვენ გადადიხართ სტაბილურობაში, სტაბილურობას იგრძნობთ და სიმშვიდეს იგრძნობთ მეგობრებო. თუმცა თქვენ უკვე გრძნობთ ამ ყველაფერს, რომ ეს ასეც უნდა მოხდეს. ბევრი თქვენთაგანი გრძნობს, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს რაღაცნაირი დამაკმაყოფილებელი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა შემოდის თქვენ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება? თქვენი ცხოვრება შეიცვლება რადიკალურად. დაკარგავთ წარსულს, ანუ დატოვებთ წარსულს. მე ვფიქრობ, რომ თქვენ დატოვებთ წარსულს. წარსულს, სადაც იყო ბევრი ტყუილები და წარსულს, სადაც იყავით მთვარეში. თქვენ დაიწყებთ ახალ ცხოვრებას, თქვენ დაწერთ ახალ წიგნს, თქვენ დაიწყებთ ახალი ფურცლიდან, ჩემო მეგობრებო. ახალი ფურცლიდან, ქურუმი ადამიანის პოზიციით. კიდევ. აი. თქვენ ხართ ძალიან სამართლიანი ადამიანები, თქვენ ხართ ძალიან სიმპათიურები, გამგებიანები და მომხიბვლელები. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა თქვენ, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ძალიან ბევრი სირთულეები გაიარეთ, ძალიან ბევრი ჯოჯოხეთი გაიარეთ, ამიტომ თქვენთან მოდის ადამიანი, რომელიც იქნება სიყვარულით და ემოციებით სავსე თქვენს მიმართ. ფინანსებით. თქვენთან მოდის ფინანსებით. ადამიანს, რომელსაც აქვს დაგროვებული რაღაც თავისი საარსებო წყარო და ადამიანი, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება. ძალიან მალე. ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი დღეიდან თუ ხვალიდან. მოდი ასე ვიტყვი. აი, თქვენი გამარჯვება. ქვემოდან როგორი კარტია და აი თქვენი ძალა და აი თქვენი სიყვარული, ადამიანის სტაბილური ფინანსებით სავსე მოდის თქვენთან, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ აი ამ სიყვარულს გისურვებთ. ჩემო ძვირფასებო, რაც არის უფლიდან ბოძებული და თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავით, ასე რომ გაუშვით წარსული, დატოვეთ წარსული და თქვენ ბედნიერებასთან ძალიან ახლოს ხართ. მე ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში. ვისაც პირადი გაშლა გსურთ, ჩემო ძვირფასებო, ფასიანი პირადი გაშლა, გადმოდით ჩემს გვერდზე და კონკრეტულად მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. აბა გელოდებით კომენტარებში. მადლობა ყველას.